სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკულ, ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით სფეროებში ახალი პროექტები გერმანიის საფინანსო ინსტიტუტების გრძელვადიანი სესხით განხორციელდება. ფინანსთა სამინისტროში დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ დამატებით 102 მილიონი ევროს გამოყოფას გულისხმობს. მორუგი გრძელვადიანი კრედიტი შავიზღვისპირა ელექტროენერგეტიკული სატრანზიტო ხაზის მშენებლობას და მაღალი ძაბვის ჩვესადურის რეკონსტრუქციას, იმერეთის რეგიონში რეგიონული ნადავლსაყრელის მშენებლობას, სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსებას და ბუნების დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება. მიზნობრივი სასხების მინიმალური ვადა 15 წლით განისაზღვრა. საქართველოს მთავრობასთან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება 1992 წლიდან გვაქვს. ეკონომიკური ურთიერთობის მორიგ ეტაპზეც არ გვაქვს იმის საჭიროება, რომ გამოყოფილ სასხზე მონიტორინგი ვაწარმოოთ. ეს იქნება ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ამავდროულად გერმანიას ამ კუთხით წარმოადგენენ ავტორიტეტული საფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც ამ ტიპის პროექტების განხორციელებაში დიდი გამოცდილება აქვს. ამასთან ქართულ ხელისუფლებაში ჩვენ ვხედავთ პროფესიონალთა გუნდს. სახელმწიფო მართვის პროფესიონალიზმი იქნება ძირითადი ფასეულობა, რომელიც ახალი სასესხო ტრანშის მიზნობრივად ათვისებას უზრუნველყოფს. ეს თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის მყარი ნარჩენების მართვას, მოხმარდება ენერგოგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას. ეს არის როგორც გრანტი, ისე ძალიან მნიშვნელოვნად შეღავათიანი კრედიტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანულ მხარეს აქვს აბსოლუტური ნდობა საქართველოს მთავრობისადმი და აბსოლუტური მხარდაჭერა.